iPhone-ის მომხმარებლებისთვის кейსი და ბრონი ისედაც განუყრელი ნაწილი იყო. მაგრამ ახალ კორპუსის, ანუ ალუმინის კორპუსის გამო 17 Pro და Pro Max-ი განსაკუთრებით ფაქიზია, ამიტომ кейსი რა თქმა უნდა აუცილებელია და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ახალი iPhone-ი აღჭურვილია კერამიკის შიგნით 2 ტიპის ეკრანით, ანუ საკმაოდ გამძლე უნდა იყოს. ბრონის დაკვრაც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ წინა მოდელებთან განსხვავებით ახალ ეკრანს აქვს ანტირეფლექტივ საფარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი სინათლის, ანუ მზის შემთხვევაში უფრო მეტ სინათლეს ირეკლავს, რის შედეგადაც შეგიძლიათ ეკრანზე ისევ ნათლად აინახოთ გამოსახულებები და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ შესაბამისი ბრონი, რადგან თქვენ თუ ამ მთელ ტექნოლოგიას დაფარავთ $10 ბრონით, რომელიც სარკესავით არის მთელი ეს ტექნოლოგიური წინსვლა გადაიფარება. და ერთ-ერთი, რომელიც მოვიძიე და რომელიც უზრუნველყოფს ამ anti-reflective shields, ეს არის Thoras screen protector-ი, რომელიც აღჭურვილია ასევე არეკლის საწინააღმდეგო სისტემით და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამას თუ სხვა ბრონს აირჩევთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ეს პლუსი ახალი iPhone-ისგან შენარჩუნდეს. ამ პაკეტში უნდა იყოს ყველაფერი, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ უპრობლემოდ დაამონტაჟოთ ბრონი თქვენს iPhone-ზე, ნახოთ, გავხსნათ ახლა ეს პაკეტი და ვნახოთ რა არის შიგნით. მოკლედ გავხსნათ ახლა ეს Thoras screen protector-ი. ახლა უფრო კარგად გამოჩნდება, აი აქ არეკლის საწინააღმდეგო სისტემით არის აღჭურვილი. მოკლედ ეს ჩვენი iPhone-ი. ესე ვდებთ ჩვენ iPhone-ს, თავსდება იდეალურად, აქ უკვე მტვერი აქვს. ეს მტვერი ნამდვილად არ გვინდა, რომ შიგნით მოხვდეს. და პირველი, რასაც ვიყენებთ, არის სველი სალფეტკი. სველი სალფეტკი, რომელიც უნდა იყოს აი აქ. აგერ გვაქვს ეს სველი სალფეტკი. შემდეგ ვაპრიალებთ შრალი. მოკლედ, ამის შემდეგ დაგჭირდება კიდევ აი ეს სტიკერი. შემდეგი ეტაპი არის ამით დამონტაჟება. მარჯვენა მარცხენა. გადავჭიმეთ. და თავი.
რის შემდეგაც ეს და უკან. არ ვიცი რა გამოვიდა. ეხლა გავხსნათ ეს. კიდე ავაცნოთ ეს ნაწილები. და ვაცნოთ. იდეალურად არის. აი როგორც ხედავ. საერთოდ ყველაზე მაგარი ისაა რომ თითქმის არც ეთყობა, თუ რჩევთ აი აქ კუთხეში გაიკეთა პატარა უმნიშვნელო ბაბლი, ანუ პატარა ის ქონდა, რაც როგორც კი გადავატარე ეს გასაწმენდი. ეგრევე მოშორდა. კიდევ ერთხელ დამატებით გადავატარებ ახლა ნაპირებზე, რომ პრობლემა იმაშია, რომ იმდენად კარგად არის ზომა, რომ кейსში ჩასმის დროს, როგორც ნახე, ბევრს აქვს იმის პრობლემა, რომ მერე ნაპირები იწევს რა, გვერდებზე უჩნდება ეს. მოკლედ, იმდენად კარგად არის ანტირეფლექტივს რაც შეეხება, ასევე ანალოგიურად კარგად მუშაობს. ახლა არ ვიცი რამდენად ხედავთ და რამდენად ხედავთ მანამდე ეკრანის არ იკვრას, მაგრამ საკმაოდ კარგად არის დამუშავებული და არანაირი ბაბლი არ გაიკეთა. მოკლედ, შემიძლია გირჩიოთ, ტორას საკმაოდ კარგი ხარისხია, კარგ შედეგს დებს. აი კუთხეებში ფაქტიურად არ ეთყობა, რომ საერთოდ ბრუნი აკრია. ფაქტიურად არ ეთყობა. აქვს გადასვლა აქ ძალიან კარგი გაკეთებული, ანუ 3D გადასვლას ეძახიან, ანუ იმდენად კარგად არის ბრუნი დასმული. ანუ ზომები იდეალურად არის. აი საერთოდ, აი კუთხეებში საერთოდ არ ეთყობა, რომ ბრუნი აქვს. უბრალოდ ეკრანმა აიწია ცოტა მაღლა. სხვა საერთოდ არ ეთყობა, რომ ბრუნი აქვს. კუთხეები იმდენად არანაირი ბაბლი, ოკეი? არანაირი ბურთულები არ გაიკეთა. ტვერის თვალსაზრისითაც მგონი საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ, თუმცა ეგ ბოლოში აქვს რაღაც, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო ეს სავარაუდოდ მაინც რაღაც პატარა ნაწილაკი დაგვიჭა. მაგრამ ეს ჩვენი ბრალია და არა იმის ბრუნის სხვა. ეხლა შემდეგი თემა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უნდა ჩავსვათ кейსში. იმიტომ რომ საკმაოდ ფაქიზია, როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ამისთვის კიდევ ერთხელ გადავატაროთ ისა. кейს რაც შეეხება, кейსი ავირჩიე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფორტოჩკა кейსები არ მომწონს. ავირჩიე ისეთი, რომელიც აი ამ კამერა ელენსაც ფარავს. და რატომ? რომელ кейსაც ეს კამერა აილენდი აქვს მოშორებული და ეს ღია აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ამ ტელეფონების, ანუ ამ ვერსიის ყველაზე ესე ვთქვათ, მტკივნეული ადგილი არის კუთხეები. აი აქ საკმაოდ ესე ვთქვათ, კანტი, აი ეს ზედა კანტი არის ძალიან კუთხოვანი, სადაც არ ჯდება კარგად საღებავი და ყველაზე მეტად ეს კანტი ფუჭდება, ყველაზე ადრე. პრობლემა იმაშია, რომ აი აქამდე როცა მოდის დამცავი, აი ამ კუთხეებში ეს როცა ღია, აქ გროვდება ყველანაირი ნაკავი. ანუ მტვერი ჩადის იგივე არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ჯიბეშიც რო
გეტოთ, ან ჩანთაში ყოველთვის მოგროვდება მათ მტვერი. და ეს სისტემატიური ზემოქმედება აი case-სა და ტელეფონს შორის მტვრის და რაღაც პატარა ნაწილაკების გამოიწვევს იმას, რომ პირველ რიგში დაზიანდება ზუსტად ის ადგილი, რაც იდეაში case-მა უნდა დაიცვას. ამიტომ ავირჩიე case-ი, აი ეს არის Spigen-ის case-ი, რომელიც აი პლუს გარდა იმისა, რომ მაქვითი აქვს საკმაოდ ძლიერი გავტესტე უკვე. საინტერესო ის არის, რომ არის გამჭვირვალე, მაგრამ დაბურული. აი ხო მოვიდან case და განახებთ. ხო, აი ესეც case-ი. რა არის ამ case-ის პლუსი, აი როგორც ხედავ, არის დაბურული. ანუ გამჭვირვალეა, მაგრამ ცოტა დაბურულია. აქ საკმაოდ ძლიერი MagSafe-ი. და ეხლა ვცადოთ ამის ისე ჩასმა, რომ სად იქნება ეხლა? ისე ჩასმა, რომ არ დავაზიანოთ. იმედია გამოგვივა. ისე მოთავსება, რომ ჩვენი ნაწვალები ბრონი არ ამოგვიხდეს. იქიდან რა ქვია. მაქსიმალურად. და საკმაოდ კრიტიკული თემაა. ბრონი და ესე გამოვიყე, ოპა. ჩაჭდა. ანუ ბრონთან შეთავსებობა არის ყველაზე კრიტიკული საკითხი, რადგან როგორც თქვი, ეს თვითონ case-ით საკმაოდ მყარად დგას, ანუ ზის იდეალურად. კიდე რა აქვს პლუსი, რაც შევნიშნე, აი აქ კუთხეებში აქვს სპეციალური გამაგრებები დამატებით. ხო, ანუ თითქოს სილიკონის case-ია, მაგრამ საკმაოდ კარგი ხარისხის არის. აი ამას ვამბობდი ფარავს, აი ამ ადგილს, ანუ აქ მტვერი არ მოხდება თვითონ ტელეფონსა და case შორის. არის მარტო კამერების ადგილი ღია და სენსორის და ასე ვთქვათ, განათების. სხვა მხრივ, ხო, აი რაც კიდე მნიშვნელოვანი, კამერის ფუნქციონალურობა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ სხვა case-ებისგან განსხვავებით აქ უბრალოდ ესე ვთქვათ, ნახრეტი არ არის, ანუ დაფარულია. საკმაოდ კარგად მუშაობს კამერა, ეს სენსორები, გადართვა, გადმოთვრა. საკმაოდ კარგად აღიქვავს ერთი სიტყვით. ასე რომ ამაზეც პრობლემა არ შეგექმნებათ. მოკლედ დღეისთვის უძლეს იყო. თუ კითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში და რავი, თუ სიახლეები გვექნება, მიხარია რომ იდეალურად დავსვით case-იც და ბრონიც. იდეალურია. ხო, აქ როგორც თქვი, აქ პატარა წერტილი მაქვს, აი აქ ბოლოში, კამერაში რა თქმა უნდა არ გამოჩნდება, მაგრამ ნუ მაგით შეიძლება ცხოვრება. ასე რომ, ჩემი აშკარა რეკომენდაცია თორას screen protectors და Spigen-ის case, რომელიც ხო, აი კიდე სხვა ვარიანტებიც აქვს. მოკლედ, made in China, არა. ხო. Made in China კი არა. რა თქმა უნდა, ყველაფერი made in China-ა. ესეც made in China. მოკლედ, გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. გაგიზიარებთ კიდევ შთაბეჭდილებებს.